ერთი ექსანთლები აანთეთაბა მანდრო დავდე. აანთეთაბა ორივე მექსანთლები. ამა მიდი კარგად აანთეთ. მერე ვილაპარაკოთ. აი დავუთმო რა კარგი გოგო. მიდი აანთე. მიდი შენაუნთე. ალა. უკუ მოუჭირე, აბა წაღმა დაიჭი. ძაფი არ აქვს. და ძაფი რა თუნდა მე? ძაფი რა ინთოს? ცეცხლი რა ინოს? თავარი ხო სანთელია მე, სანთელი არის წვის. მარა, ძაფი თუ არა, ჯერ ძაფი იწვის. ხო და მაგაშია ზუსტად საქმე. ძაფი თუ არ არის, ხო ვერ აინთება. ჩვენ ხო ამბობთ რომ ეს არის სანთელი. ხო არ ვამბობთ რომ ეს ძაფია. ეს არის სანთელი, მაგრამ ნახე რა მნიშვნელოვანი ყოფილა ის უბრალოდ ძაფი ერთი შეხედვით. ჩურჩხელა ხო გიჭამია? კი, მაგრამ ძაფი აქვს რომ უყარადი. ხო, ძაფი ხო ყველაზე გემრიელია. თუ არ გიყვარს, არ გიყვარს. შენ არავის არ გიყვარს ძაფი? ეხლა უყურე. რატო ვამბობ, იცით? აი ამ ჩურჩხელას ამ ძავს არავინ არ ჭამს, ხო მართალია? მაგრამ თავის დროზე ეს ძაფი თუ არ არის, ეს ჩურჩხელაც არ იქნება. აი მაგალითად ეხლა ვისაც უფრო მეტად ორის ჭამა და molxena უყვარს. ხინკლის კუჭებს ეხლა ბავშვები კი ჭამთ, მაგრამ დიდები მაგას კი არ ჭამენ. მაგრამ იმას თუ ეგ არ აქვს, ვერ შეიკრება, ხო მართალია? აი თქვენი მძღოლი ეხლა ქუთაისში რომ სახინკლეს შევა, კუჭებს კი არ შეჭამს. მაგრამ ეგ იცის რომ ეგ კუჭი თავის დროზე საჭირო იყო, ხო მართალია? ეხლა რატო ვამბობ ეხლა შემოძვირფასებო ამას, ნახეთ, არც ერთი ადამიანი არ არის უმნიშვნელო. ჩვენ შეიძლება ზოგს ვუყურებთ ისე როგორც ის არის სანთელი, ის არის ჩურჩხელა, ის არის სიტყვაზე აი ნიგოზი ხო ჭირდება ჩურჩხელას, აბა უყურებთ როგორც ბადაგი, წვენი ხო ჭირდება არა ეს რომ ჩურჩხელა გაკეთდეს და მაგრამ ზოგს უყურებთ როგორც ის ძაფი და თითქოს არაფრის მაქნისი, მაგრამ როგორ არ არის მაქნისი, აბა ამას თუ ეს ძაფი არ აქვს, რითი ამოავლეთ, ვერ ამოავლეთ. ამიტომ ვერ ჩაყოფ და ვერ რატო ვამბობ? არც ერთ ადამიანს არ უნდა შეხედო ეგრე, რომ ეგ პატარა კიტრია. გესმის, ყველაში არის რაღაცა მნიშვნელოვანი. და ადამიანი, ნახეთ, ადამიანი სანთელს უნდა გავდეს. უნდა იწვებოდეს თვითონ, რომ სხვას გაუნათოს, ხო მართალია? მაგრამ ნახე, ამ ძაფს, ამ სანთელს ძაფი თუ არ აქვს, ხო ვერ დაიწვება. აი, ეს გავს ისეთ ადამიანს, რომელიც უგულებელყოფს ისეთ ადამიანებს, ვისაც ფიქრობს, რომ ეს არაც ჩასაგდებები არის, მაგრამ ეს ვერასოდეს ვერ დაიწვება. ვერასოდეს სხვას ვერ გაუნათებს გზას. ის ადამიანი, ვისაც რომელიმე ადამიანის შესახებ აქვს წარმოდგენა, რომ ეგ არაფრად არ ვარგ. გესმით, აი, ყველა ადამიანი უნდა მიიღო და დააფასო. ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი. გახსოვთ ქართული ფილმი უძინართამზე, ყველა ადამიანში არის რაღაც ისეთი, რის გამოც უნდა გიყვარდეს, ან გეცოდებოდეს მაინც. ყველაში არის რაღაც, რის გამოც პატივს უნდა სცემდე. იცი რატო? თითოეული ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. სულ ყველა. უგამონაკლისოდ. არც ერთის გამოტოვებით, ყველა ადამიანში არის ღვთის ხატება და მსგავსება. ამიტომ აი, თუ ჩვენ როდისმე აზრი მოგვივა და ეს აზრი ბევრჯერ მოგვივა, რომ ის ადამიანი არაფრად არ ვარგა, მე იმას 10,000 ჯერ ჯობი ვარ. იცოდე რომ ის შენზე უკეთესია, შენ იმას არაფრით არ ჯობი ხარ. იმისი არ ჩანს სიკეთეები და შენი თითქოს რაღაცა გამოჩნდა. ხო და ყველა ადამიანი არის დასაფასებელი. ჩვენ თუ ზოგჯერ ვინმეს არ ვჭირდებით, აი ზოგჯერ ესეთი რამეც ხდება. ზოგჯერ სადღაც აღმოვაჩენთ, რომ მე იქ არავის არ ვჭირდები. ამის გამო გული არავინ არ უნდა გაიტეხოს. შეიძლება იმ 10 კაცს, 20 კაცს, 100 კაცს შენ არ ჭირდები,
მაგრამ იმის იქით არის უამრავი ადამიანი, ვისაც შენ ჭირდები. შეიძლება სულაც ერთი ადამიანი იყოს, ვისაც ჭირდები და იმ ერთი ადამიანისთვის ღირდეს, რომ გააკეთო ყველაფერი. ღმერთმა ზოგი ადამიანი ამ მისიით მოიყვანა, ზოგი იმ მისიით მოიყვანა. ყველას რაღაც აქვს ღვთისგან დაკისრებული. ეგრე არ არის? ეს ახლა წაიღე ქუთაისში და ანთე და ილოცე ხომ. აბა ამა შენსაც წაიღე. შენეს წაიღე რომ კარგად გახსოვდეს. დავძანდით. ამას მე წავიღებ რომ ქუთაისელები მახსოვდნენ.